დაკავებულების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება, აცხადებს კობახიძე და 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს მოძოლადეებს უწოდებს. მისივე თქმით, ქვეყანაში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს და 500 უცხოელი აგენტი ცდილობს ნაკვერჩხალივით შეინახოს პროტესტი. გორში წმინდა წყლის უბანში კაცი დაჭრეს შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ზელენსკის განცხადებით განიხილეს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობები და შეთანხმებები, რომლებიც მზადდება. თუ ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერება შესაძლებელია, მაშინ რუსეთის ომის შეჩერება შესაძლებელია. აღნიშნავს ზელენსკი და ტრამპს წარმატებულ შეთანხმებას ულოცავს. უკრაინელებმა ბოლო 3 კვირაში უკვე მეორედ დაბომბეს რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტი უკრაინიდან 1400 კილომეტრში მდებარეობს და ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც რუსეთის არმიას საწვავით ამარაგებს. ლატვია ქვეყნიდან 841 რუსს გააძევებს, რომლებმაც ენის გამოცდა ვერ ჩააბარეს. როგორც პოლიტიკო წერს, ენის ბარიერის გარდა რუსებმა ვერ გაიარეს ვერც სავალდებულო უსაფრთხოების შემოწმება. შესაბამისად, მათი ქვეყანაში ყოფნა უკანონოა და 13 ოქტომბრამდე მათ ლატვია უნდა დატოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი დეპორტაცია ემუქრებათ.